უფლებადამცველთა გაერთიანების წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, განცხადება, რომელიც საელჩოს მხრიდან გაკეთდა, გავლენას იქონიებს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. მათი განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე გამოიწვიოს. უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე უნდა დაინტერესდეს სხვა ქვეყნებში საელჩოების მუშაობითაც. აქციას პარტია პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერთა ნაწილიც შეუერთდა. გაკეთებული განცხადება საქართველოს საელჩოსი აზერბაიჯანში არის ანტისახელმწიფოებრივი, ეთნიკური შუღლის გამღვივებელი და ჩვენ ვითხოვთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დაუყოვნებლივ გამოიწვიოს აზერბაიჯანიდან ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ხვალდაზე უარესი შეცდომა არ იქნება დაშვებული ამ ადამიანის მხრიდან. ჩვენი ყოფნის აქ მიზეზი არის პროტესტი გამოვუცხადოთ აზერბაიჯანის ელჩისას მიმართ, რომელმაც არასწორი განცხადებით გამოვიდა ჩვენი პატრიოტთა ალიანსის ლიდერის მიმართ და შეურაცხყოფა მოაყენა თავის ამ გამოსვლით. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, რომ იმან ბოდიში მოიხადოს აუცილებლად ჩვენი პატრიოტთა ალიანსის დავით არხან მოურავის მიმართ ამ არასწორი გამოსვლით, ვინაიდან ადამიანი იბრძვის თავის ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამისთვის ავართ ყველა ჩვენ ამ კეთილდღეობისთვის, რომ ჩვენი საქართველო გაბწყვილდეს და იყოს ბრწყინვალედ. საქართველოს სასამართლოების ისტორიაში პირველად 12 უვადოდ დანიშნული მოსამართლე ყავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით